სალამი მეგობრებო, დღეს დავუბრუნდით კითხვებზე და კომენტარებზე პასუხით. მზად ხართ? დიახ, სერ. მაშინ დავიწყოთ. ხო, პირველ რიგში მადლობა ყველას, ვინც გწერთ, გვიკომენტარებთ და განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოხატავს ძალიან დიდ სითბოს, სიყვარულს და მოწონებას იმ ყველაფრის მიმართ, რასაც აგერ უკვე ერთი თვეა მე და მალხას სონღულაშვილი ვაკეთებთ. ხო, ხანდახან შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ იქ ვიღაცა კომენტარებში ილანძღება, ისინი არიან და სინამდვილეში ეგრე არ არის. იქ თუ 5 კომენტარი ილანძღება, იმ 5 კომენტარის უკან 10 ჯერ მეტი ადამიანს აინტერესებს, იწონებს და ელის ამ თქვენს საუბრს და ეგ მნიშვნელოვანია, რომ საერთოდ ყველამ ვიცოდეთ. დავიწყოთ მათე გვეტაძე გწერს. სალამი, რამდენიმე კითხვა მაქვსო. მაინტერესებს არის თუ არა რამე განსხვავება 2018 წლის თარგმან კარგ ამბავსა და კაი ამბავს შორის. მოდით ჯერ ამზე ვუსვით. კი ბატონო, განსხვავება არის 2018 წლის კაი ამბავი, კარგი ამბავი ერქვა მაშინ. არის იყო საცდელი გამოცემა. მოგვიანებით 2025 წლის გამოცემისათვის ტექსტი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა. ყველა წიგნს დაერთო შესავალი, სკოლიოები, რამაც წიგნის შესწავლა, ტექსტების შესწავლა კიდევ უფრო მეტად გააიოლა. ამიტომ ვფიქრობ, რომ 2025 წლის გამოცემა ბევრად უფრო მოსახერხებელია ამ ტექსტის კვლევისათვის. ასევე აპირებთ თუ არა იგივე სტილით თარგმნოთ, ან ვიდეოთა ციკლი შემოგთავაზოთ, ან ორივე ბიბლიის სხვა წიგნებზე. ბიბლიის წიგნები უკვე ითარგმნება ამავე სტილით, უკვე გაკეთებულია ებრაული სახელმწიფოს უმეტესობა. ამ თარგმანში ორი რამდენიმე ადამიანი მონაწილეობთ. უკვე გაკეთებული გვაქვს 5 წიგნეული, მეფეთა წიგნები, მსაჯულთა წიგნები, იესო ნავეზის წიგნი, იერემია, ესაია, ეზეკიელი, დანიელი და სხვები. ვფიქრობთ, რომ ძალიან ერთ წლის განმავლობაში დასრულდება ებრაული სახელმწიფოს დანარჩენი წიგნების აზრობრივი თარგმანის დასრულება, რის შემდეგაც ველისრეის გამოიცემა, ალბათ თავდაპირველად 5 წიგნეული გამოიცემა ცალკე და შემდეგ დანარჩენი წიგნები და ბოლოს 2029 წელს ვფიქრობ, რომ გამოიცემა სრული ტექსტი, ებრაული სახელმწიფო, ქრისტიანული სახელმწიფო ერთად შეკინძული ბიბლიის სახით. რაც შეეხება გადაცემის კეთებას ამ წიგნებზე, ეს თქვენი პასუხისგებლობაა. თქვენ შეგიძლიათ გასცეთ ამაზე პასუხი. კი, აუცილებლად ვაპირებთ და მხოლოდ ქრისტიანული ტექსტებით არ შემოვიფარგლებით პირობას ვხვდებთ. კი ბატონო. ასევე აინტერესებდა მათეს თუ არსებობს დამატებითი ლიტერატურა ან ლექციათა კურსი, სადაც ასე ღრმად შევძლებთ ბიბლიისა და მისი ისტორიის შესწავლას. სამწუხაროდ ქართულ ენაზე ეს ლიტერატურა არ არის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი, რაც შეეხება ინგლისურად უამრავი ლიტერატურა არსებობს ამის შესახებ. რაც შეეხება კვლევას და ლექციებს ამასთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რელიგიის კვლევის ფაკულტეტზე ისწავლება ეს საგანი, სადაც უფრო ღრმად ხდება თითოეული წიგნის შესწავლა ისტორიული კრიტიკული მეთოდის გამოყენებით. მსმენელს ვისაც დაინტერესებს, აქვე კიდევ ერთხელ ვეთქვი, რომ კაი ამბის აზრობრივი თარგმანის ახალი აღთქმის შეძენა შეგიძლიათ წიგნის მაღაზიაში Santa Esperanza. შემდეგი დათო გავაშელი წერს, რას თარგმნიდით ჩვენ ქართულად გვაქვს ბიბლია. გასაგებია, რასაც თარგმნიდიო. რას ვასუხებთ? რას თარგმნიდი ქრისტიანულ სახელმწიფოს ორიგინალური ტექსტებიდან, რომელზეც ბერძნული ენიდან, რომელზეც ის დაიწერა. ქართულ ენაზე ეს ტექსტები არ დაწერილა, ეს ტექსტები არის თარგმნილი საუკუნეების განმავლობაში.
ჩვენ მქონდა დიდი სკოლა მთარგმნელობითი, სავარაუდოდ ქრისტიანული საღვთო-წერილების თარგმნა ქართულ ენაზე დაიწყო მე-5 საუკუნეში. საუკუნები დასჭირდა მათ გასრულებას. ზოგიერთი წიგნი ბიბლიისა არ თარგმნილა რამის მე-18 საუკუნემდე, 1752 წელს, როდესაც გამოიცა ქართული ბიბლია მოსკოვში, ბაქარის ბიბლიაც წოდებული, გამომცემლები იძულებული გახდნენ რამოდენიმე წიგნი, რომელიც არ მოიპოვებოდა, რომელთა ხელნაწერებიც არ მოიპოვებოდა ქართულად, ეთარგმნათ სლავურიდან. ქართული ბიბლიის წარმავლობის საქმე ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ქართული ბიბლია ითარგმნებოდა ძირითადად ბერძნულიდან, სომხურიდან. პავლე ინგოროყოს ჰქონდა მოსაზრება, რომ შეიძლება იგი თარგმნილი ყოფილიყო სირიულიდან. არსებობს ასეთივე შთაბეჭდილებები, რომ შეიძლება ებრაულის გარკვეული კვალი იყოს ეზეკიელის წიგნის თარგმანში, მაგრამ პირველად ქართულ ენაზე ბიბლია ებრაულიდან ითარგმნა და გამოიცა 1989 წელს საპატრიარქოს მიერ. პარალელურ რეჟიმში ამავე მიმართულებით მუშაობდა ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი სტოკჰოლმში და მოგვიანებით ამ რიგს შეუერთა საქართველოს ბიბლიური საზოგადოება, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. ებრაული ბიბლია დაწერილი არის ებრაულ ენაზე, რასაც ქრისტიანული ტრადიცია ეძახის ძველ აღთქმას, ებრაულსა და არამეულ ენაზე. ებრაული და არამეული ენები არის მონათესავე ენები, ხოლო რაც შეეხება ახალ აღთქმას, ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, იგი დაწერილი არის ბერძნული ენის ელინურ დიალექტზე, რომელსაც ეწოდება კოინე. ეს არ არის კლასიკური ბერძნული, ეს არის ელინური ბერძნული, რომელიც გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთში, მას შემდეგ რაც ბერძნული გახდა ლინგვა ფრანკა უამრავი კულტურისათვის. მადლობა. Facebook-ზე ხო არის პროფაილები და აი მაგალითად მე მაქვს პროფაილი დავით თამაზაშვილი. ხო და ზოგს რაღაცა ქვია ხოლმე რა, შეიძლება ვიღაცას ერქვას სევერუს ლეღვერაძე და არსებობს ესეთი პროფაილი, რომელმაც დაგვიკომენტარა, ქვია რემონტი. რემონტი წერს, რომ თქვენზე წერს რა, რაღაცას გვატყუებსო. ხო და ატყუებთ რამე ეს? რასაც მე ვიძახი, რაც მე აქამდე მithქვას და რაც ამის მერე ვიტყვი, არაფერში არავინ არ დამიჯეროს. ყველამ თვითონ შეამოწმოს. სალი ქარდავა წერს, უბრალოდ თქვენ წერთ. ბატონო მალხაზ რატო არ ვიცოდი რომ ამის ჩაწერას ახალი ისე იქნებოდა, მაგრამ არ მეგონა თუ ასე. ბატონო მალხაზ, რატომ არ ამბობთ რომ ბაპტისტი ხართ? რა კომისია, რის კომისია? რა კომისიაში გულისხმობს იმას, ამან ეთყობა ჩვენს პირველ ფილმს უყურა, სადაც საუბარი იყო თარგმნელობით, ბიბლიის თარგმნელობით კომისიაზე. ხო, კითხვა იგი იყო რა, რომ ბატონო მალხაზ, რატომ არ ამბობთ რომ ბაპტისტი ხართ? ის რაც ისედაც ცნობილია ყველასთვის, ამაზე საგანგებოდ ლაპარაკი არ არის საჭირო. მე არ მჭირდება იმაზე ლაპარაკი, რომ თეთრკანიანი ვარ, ქართველი ვარ, თეთრი წვერი მაქვს, ის ისედაც აშკარაა და ყველამ იცის. არასდროს ჩემი იდენტობა არ დამიმალავს, მე ვარ ამაყად გამგზელებელი ტრადიციისა, ამ ეკლესიისა, რომელმაც გადაიტანა საშინელი დღეების საბჭოური ტერორის დროს, შეინარჩუნა რწმენა და მე ვაგრძელებ ამ ტრადიციას, რომლის ფუძემდებლებიც იყვნენ ჩემი წინაპრები საქართველოში უკვე 160 წლის განმავლობაში. გიორგი ქობულაშვილი აკომენტარებს. აქ კონტექსტსაც ავხსნი პირველ გამხსნელ ფილმში, რომელიც ჩვენს YouTube არხზე დევს. შეიძლება იმას უპასუხო კიდევ. ქალბატონ სალი ქარდავას? ხო, აი ეს გადაცემა, რომელსაც ჩვენ დავით თამაზაშვილთან ერთად ვაკეთებთ, არის სამეცნიერო გადაცემა.
ეს გადაცემა არ ისახავს მიზნად რომელიმე რელიგიის ან ზოგადად რელიგიის პროპაგაციას. ჩვენი მიზანი არის მეცნიერული პერსპექტივიდან, მეცნიერული თვალით შევხედოთ ამ ტექსტებს და შევძლოთ წაკითხვა ამ ტექსტებისა იმ კონტექსტში, სადაც ის შეიქმნა და ვისთვისაც შეიქმნა, რადგან ეს არის ერთადერთი გზა ამ ტექსტების გაგებისა, მათთვის, ვისაც ამისი სურვილი აქვს. ბოდიში. არას ამბობთ, ხო, გიორგი ხობულაშვილი გიკომენტარებს და როგორც თქვი, ესე იგი, ეს აკომენტარებს იმ საკითხზე ფილმში, რაც არის ნაჩვენები, რომელიც ჩვენს YouTube არხზე დევს, პირველივე ვიდეო, რასაც ქვია, როგორ იქნებოდა ბიბლია. და იქ არის მონაკვეთი, სადაც ჩვენ ყვებით იმაზე, თუ როგორ იდევნებოდა ბიბლია 90-იან წლებში 2000-იანების დასაწყისში და რომ კოცონს როგორ გადასცემდნენ ამ ტექსტებს. ხო და ბატონი გიორგი ხობულაშვილი ეს რაღაცა წერდა. ბატონი გიორგი ხობულაშვილი არ არის გამონაკლისი. კიდე იყო რამდენიმე მსგავსი და ყველა სერიალურად ერთად უპასუხოთ. ხო და გიორგი წერს რომ ბიბლიას კი არა იაღოველების მწვალებლურ ლიტერატურას წვავენ, მატყუ არ ახარ. რა თქმა უნდა, ვისაც რა გაუხარდება, შეიძლება დამაბრალოს, მაგრამ რეალური ფაქტი ის არის, რომ 16000 ბიბლია, ახალი აღთქმა, სახარების ფრაგმენტები დაწვეს ეკლესიის კუთვნილ საწყობში. როდესაც ამ კოცონს, რომელსაც ბიბლიებს უკეთებდნენ ცეცხლში, აქ კავკასიის უამრავ ენაზე იყო ბიბლიები, მღეროდნენ, გალობდნენ და ასევე მამაო ჩვენოს ამბობდნენ ომახიენად. ეს იყო ძალიან ტრაგიკული დღე ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი კულტურისათვის, რადგან ქრისტიანული კულტურა, რომელიც ამაყობს თავისი წარსულით და ახლა ზეიმობს ამ წარსულს, ასეთ ქვეყანაში ბიბლიას არ უნდა წვავდნენ და საერთოდ არც ერთ წიგნს არ უნდა წვავდნენ. რადგან წიგნის დაწვა არის ძალიან სამწუხარო უკულტურობის გამოხატულება, მაგრამ ამას ადგილი ჰქონდა საქართველოში. ეს იყო კვირა დღე, როდესაც დაწვეს, ჩვენი წირვა იწყებოდა 12 საათზე. დაახლოებით პირველის ნახევარზე დავინახე, რომ რამოდენიმე მსახური ეკლესიიდან გაიქცა, გავიდა და შემდეგ მოტრიალდა უკან. მათ ხელში ჰქონდათ ბიბლია, დამწვარი ბიბლია, რომელიც ჯერ კიდევ ცხელი იყო და მაშინ მითხრეს, რომ გატეხეს საწყობი და დაწვეს ქრისტიანული ლიტერატურა, ბიბლიები ძირითადად. ასე რომ მე არავისთვის არანაირ ტყუილის მოგონება არ მჭირდება, თქვენ შეგიძლიათ კადრები ნახოთ, ვიდეო ნახოთ, რომელიც ამის შესახებ არსებობს. ასევე იმაზე, როცა საუბრობთ, რომ ეს ტექსტები არ არის კონკრეტულად დაწერილი პერსონიფიცირებულად ვინმე მარკოზის ან ლუკასი, ბატონი ბექა ჩაგელიშვილი გვეკითხება და ამას როგორ ვამტკიცებთ? არსებობს წყარო, რაც ამ აზრს ამყარებს. ქრისტიანობის ისტორიის პირველი 100 წლის განმავლობაში ქრისტიანი ავტორები იქნებოდან იუსტინე მარტირი თუ პოლიკარპე თუ სხვები, როდესაც ციტირებას ახდედნენ ქრისტიანული სახელმწიფოებისა, მათ ნახსენები არ აქვთ არცაც რომ ვინმესა რომელიმე სახარება იყო მარკოზისა, მათესი, ლუკასი და ასე შემდეგ. ამ დროს ეს სახელები არ არსებობდა. ყველაზე ადრინდელი მოწმობა იმაზე, რომ ამ სახარებებს ყავდათ უკვე ავტორი მიჩენილი, ეს არის მურატორიუმის კოდექსი, კანონი, რომელშიც გვაქვს პირველი სია, ყველაზე ადრინდელი სია ქრისტიანული საღვთო წერილის ახალი აღთქმის წიგნებისა. ოღონდ ამ წიგნებში არ არის ზოგიერთი წიგნი, რომელიც ახლა არის ქრისტიანულ საღვთო წერილში და არის ის წიგნები, რომელიც არ არის. და ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი არის
პეტრეს გამოცხადება, რომელიც შეიცავს თხრობას იმის შესახებ, რომ ეს არის პეტრეს გამოცხადების ბერძნული ვერსია. არსებობს პეტრეს გამოცხადების კოპტური ვერსია, რომელიც კაფეოდ გამოხატული გნოსტიკური ტექსტია. პეტრეს გამოცხადების ბერძნული ვერსია არ არის გნოსტიკური, ის ეკუთვნის მეინსტრიმულ ტრადიციას. აქ არის თხრობა იმის შესახებ, როგორ წაიყვანს იესო ქრისტე პეტრეს და დაათვალიერებს რამოელის ადამიანს უკეთული ცხოვრების შემდეგ და რამოელის ადამიანს, როდესაც ის კეთილი ღვთისმიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს გამოცხადების წიგნი, პეტრეს გამოცხადების წიგნი, დიდხანს იყო პოპულარული ქრისტიანულ ტრადიციაში, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ ნახა მან თავისი ადგილი ახალი აღთქმის წიგნებს შორის. ბატონი ნუკრი ბიბლიანი გვეკითხება, საიდან იცი რომ მარკოზის სახარებიდან დაწერეს მათეს სახარება და ლუკას სახარება? იოანეს სახარება ვინ დაწერა? იოანეს სახარება ვინ დაწერა? ამაზე ჩვენ მთელი ერთი 3 გადაცემა გვექნება და გვინდა დავაპატიჟოთ ბატონი ნუკრი, რომ დაესწროს ამ მოისმინოს ეს გადაცემა, მაგრამ რაც შეიძლება საიდან ვიცით, რომ გადაიწერეს, საქმე ის არის, რომ გადაწერილია სიტყვა-სიტყვით. ხშირ შემთხვევაში სიტყვა-სიტყვით არის გადაწერილი და შეუძლებელია, რომ 3 ადამიანს ერთი და იგივე ტექსტი დამოუკიდებლად ჰქონდეს დაწერილი და სიტყვა-სიტყვით იმეორებდნენ ერთი და იგივეს, იმ შემთხვევაში თუ ისინი მოწმენი არიან, ერთად არიან მოწმენი ერთი და იგივე მოვლენისა. ეს რა თქმა უნდა დიდი ხნის წინათ შეამჩნიეს ეს უცნაურობა, მაგრამ მხოლოდ სამეცნიერო კრიტიკული კვლევის შედეგად დადგინდა კიდევ უფრო მკაფიოდ, რაც მანამდე შემჩნეული იყო, რომ მარკოზის სახარება არის ყველაზე ადრინდელი სახარება და მარკოზის სახარებით ისარგებლეს ლუკას სახარების ავტორმა, მათეს სახარების ავტორმა, რომელმაც თითქმის მთლიანად გადაკაჩეს თავიანთ სახარებებში მარკოზის სახარება. ეს ორივე ტექსტი რო ავიღოთ, ლუკას სახარებისა და მათეს სახარებისა, ამ სახარებებში არის თითქმის მთლიანად გადატანილი მარკოზის სახარება გარდა 19 წინადადებისა. ამ 19 წინადადების გარდა ყველა ტექსტი გადატანილი არის ამ სახარებებში. არის შემთხვევები, როდესაც სახარებების ავტორი ადგილს უცვლიან ამ ტექსტის ნარატივებს, ზოგ შემთხვევაში ზოგიერთ სიტყვას გამოტოვებენ, მაგრამ თხრობა ძირითადად იგივეა. ლაშა ბურნაძე იგივე თემასთან არის ახლოს. გვეკითხება, რატო გადაწერეს? მათე მახარებელს ან იოანე ღვთისმეტყველს რატო უნდა გადაეწერათ? არ იცოდნენ ან დაავიწყდათ? უფალი რასაც სწავლიდა და რას აკეთებდა მათთან ერთად? საქმე ის არის, რომ მათე თვითმხილველი არ იყო. ისე როგორც თვითმხილველი არ იყო ლუკა. ლუკა თავის სახარების დასაწყისში თავიდანვე წერს, რომ ის, რასაც ის წერს, ეფუძნება არა მის თვითმხილველობას, არამედ ის, რაც სხვებისაგან გამოიკითხა, თვითმხილველებისაგან და ისე დაწერა. ასე რომ, არც მათეს სახარების ავტორი, არც მარკოზის სახარების, არც ლუკას სახარების ავტორი თვითმხილველები არ ყოფილან, ისევე როგორც მარკოზი. ყველაზე ადრინდელი სახარება არის მარკოზის სახარება, რომელიც ჯვარცმიდან დაახლოებით 40 წლის შემდეგ დაიწერა. ლუკას სახარება დაიწერა ჯვარცმიდან ალბათ 50-55 შეიძლება 60 წლის შემდეგ. მათეს სახარება კიდევ უფრო გვიან, იოანეს სახარება კიდევ უფრო გვიან. რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ მათ სჭირდებოდათ მარკოზის სახარებიდან გადმოწერა და ამავდროულად სარგებლობა მანამდე არსებული ტექსტებისა, რომელიც შეიძლება არსებულიყო. ჩვენ შეიძლება არ გვისაუბრია ამაზე ვცლათ, მაგრამ ჩვენ გვაქვს მარკოზის სახარება როგორც ძირითადი ტექსტი, მარკოზის სახარება გადმოწერილია ლუკაში, გადმოწერილია მარკოსში, მათეში, მაგრამ მათესა და ლუკას სახარებაში არის ტექსტები, რომელიც არ არის მარკოსში და არის ორ სახარებაში. სავარაუდოდ არსებობს ასეთი მოსაზრება, ჰიპოთეტური მოსაზრება, რომ არსებობდა წყარო,
რომელსაც მეცნიერება შეძახია Q-ს, მომდინარეობს გერმანული ტერმინიდან ქველე, რაც წყაროს ნიშნავს, რომლითაც სავარაუდოდ ისარგებლეს მათეს სახარების ავტორმა და ლუკას სახარების ავტორმა. ქალბატონ ციალა მიდელაური კომენტარის მეორე ნაწილში გაქებთ და პატივისცემას აზიარებს, მაგრამ ერთი თავში არის რაღაც მცირე კომენტარი, რომელიც მე მგონი რომ უნდა უპასუხოთ. მგონი ებრაელია მალხას სონღულაშვილი, უბრალოდ ქართველი ებრაელი და დიდად მის განათლებაში წვლილი აქვს ისრაელში მიღებულ რელიგიურ განათლებას. თუ ვწდები, შემისწორეთო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. ჩემი მშობლები ებრაელები არ იყვნენ და შესაბამისად დედა ებრაელი არ იყო, შესაბამისად ტექნიკურად მე ებრაელი არ ვარ. პატივი იქნებოდა მხოლოდ რომ ყოფილიყავი ებრაელი. ისრაელში მე განათლება არ მიმიღია, მე განათლება მივიღე საქართველოში. ჩემი მასწავლებელი იყო რაბინი ნისან ბაბალიკაშვილი, რომელიც მასწავლიდა ებრაულს და ნისან ბაბალიკაშვილი იყო ერთადერთი ადამიანი მთელ საბჭოთა კავშირში, ვისაც ოფიციალურად ჰქონდა უფლება ებრაული ესწავლებინა, ბიბლიის ებრაული ესწავლებინა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ბიბლიაც აკრძალული იყო და ბიბლიური ენის ებრაული სწავლებაც აკრძალული იყო. სახელმწიფოს ხო ვერ ნახავდა. ჩემთვის პატივი იყო მესწავლა ნისან ბაბალიკაშვილის სკოლაში, რომელიც მას ჰქონდა, ამ სკოლაში სწავლდნენ ქართველი ახალგაზრდები, მათ შორის იყო ჯემალ აჯიაშვილი, რომელიც ასევე ჩვენთან ერთად იყო ამ კლასში, ერთად სწავლობდით ებრაულს. ებრაულთან ერთად მე ბევრი ვისწავლე ნისან ბაბალიკაშვილისგან ებრაული კულტურის შესახებ და გამიჩნდა ღრმა მოწიწება ებრაული იუდაური ტრადიციის მიმართ. სამწუხაროდ მე ებრაელი არა ვარ. მე მხოლოდ კომპლიმენტად აღვიქვა იმას, თუ მე თulis რომ ებრაელი ვარ. ხო, არა, ის რო არ დაგვუბრალდეს, არც ქალბატონ ციალა მიდელაურს დაუწერია რამე ნიშნის მოგებიდან შეურაცხყოფელად. კეთილი, გიო ნარე, ასე ქვია ამ Facebook users, ეს ადამიანი ესეთ კომენტარს გვიტოვებს. რამდენადაც მახსოვს, ეთიოპიურ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს ყველაზე სავსე სახარება, საეკლესიო კრებების აკრძალვა არ შეხებია ეთიოპიურ სახარებასო. სახარებების რაოდენობა ზუსტად იმდენივე არის ეთიოპურ კანონში, რამდენიც ქრისტიანულში, მაგრამ ზოგიერთ ეთიოპურ ხელნაწერში, ძველ ხელნაწერში ჩვენ გვაქვს სხვა წიგნები, რომელიც ამჟამად არ არის ნაწილი ქრისტიანული საღვთო-წერილისა. რაც შეეხება წიგნების რაოდენობა ალბათ ყველაზე მეტი არის ეთიოპიურ ბიბლიაში, რადგან მასში არის მოხვედრილი სხვა აპოკრიფული წიგნებიც ებრაული საღვთო-წერილიდან და ძველ აღთქმასთან ასოცირებული წიგნებიდან. ამ შემთხვევაში თუ მას მხედველობაში ჰქონდა ეთიოპიური ბიბლია, სწორია, ეთიოპიური ბიბლია შეიცავს უფრო მეტ წიგნს, ვიდრე სხვა რომელიმე წიგნი. ბატონი გივი გელითაშვილი, ან თუ გვარს არასწორად კითხულობ მომიტევოს, ან გელიტაშვილი, გვეკითხება ასეთ რამეს. თომას სახარებამ რა დააშავა? არაფერი არ დააშავა თომას სახარებამ. ერთადერთი რის გამოც მე ასე ვფიქრობ, რის გამოც თომას სახარება არ აღმოჩნდა დანარჩენ სახარებებს შორის, მდგომარეობს იმაში, რომ თომას სახარებაში ჩვენ არ გვაქვს ნარატივები. თომას სახარებაში არის იესოს გამონათქვამები და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის ძირითადად იესოს გამონათქვამების კრებული. და სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ დაიწუნეს თომას სახარება, როდესაც ქრისტიანული საღვთო-წერილი იკრიბებოდა. მე ვფიქრობ, რომ ამ სახარებას აქვს სრულიად ლეგიტიმური არის მოაზრება ამ სახარებისა, როგორც ნაწილი ადრე ქრისტიანული მეინსტრიმული ტრადიციისა, რომელიც სავსე არის უამრავი ძვირფასი და შთამბეჭდავი ნარატივებით, შთამბეჭდავი გადმოცემებით, რომელიც იესოსთან არის ასოცირებული.
ზოგის პარალელები არსებობს დანარჩენ სახარებებში, ზოგის პარალელები არ არსებობს. ქალბატონი ელა სულამიტა წერს ასეთ კომენტარს. ამას ვინმე უსმენს, კითხვის ნიშანი, ხარხარის იმოჯი. შემდეგ ჯერ არ გაუგია რომ სულიწმინდა აწერინებდა ყველა ავტორს ყველაფერს და ბოლოში ისევ ხარხარის იმოჯი. ჩვენ ეს გადაცემა აგებული გვაქვს სამეცნიერო მიდგომაზე. სულიწმინდა არაფერს არ აწერინებდა. სულიწმინდის შთაგონება აწერინებდა ავტორებს ამ წიგნებს. ეს არის როგორც ეს წიგნები მოეაზრებენ საკუთარ თავს. ოღონდ, როდესაც ვლაპარაკობთ სულიერ შთაგონებაზე, იგულისხმება არა ის, რომ სიტყვით ღვთისმსული კარნახობდა, არამედ იმას, ის იგულისხმება ის, რომ ღვთისმსული შთაგონებდა ავტორებს, რომ დაეწერათ ის, რაც მათ დაწერეს. ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანებისათვის, რომ იცოდნენ, რაც სამწუხაროდ ხშირად დავიწყებას ეძლება განსაკუთრებით რელიგიურ წრეებში, ავტორიტეტი ქრისტიანობისათვის არის არა წიგნი, არამედ იესო ქრისტეს პიროვნება. განსხვავებით იუდაიზმისაგან და განსხვავებით ისლამისაგან, სადაც ავტორიტეტი არის არა მოსე, არა წინასწარმეტყველი მუჰამედი, არამედ თორა ერთ შემთხვევაში და ყურანი მეორე შემთხვევაში. ქრისტიანული მიდგომა ამ შემთხვევაში არის განსხვავებული. წიგნი უამრავია და მე დარწმუნებული ვარ, ყველა წიგნი, რომელიც საღვთო-წერილის კრებულში არის მოქცეული, ან რომელიც მის მიღმა არის მოქცეული, რომელიც სიკეთეს, სამართლიანობას, სიყვარულს ემსახურება, ყველა ეს წიგნი დაწერილი არის ღვთის შთაგონებით. ბატონი გოგა ახალმოსულიშვილი გვიკომენტარებს. მარკოზის სახარების ავტორი იყო მარკოზი. ამაზე მეტყველებს უადრესი ქრისტიანული ტრადიცია და ქრისტიანი ავტორები. მაგალითად, ეპისკოპოსი პაპიასი. პაპიასი მარკოზის სახარებაზე არ ლაპარაკობს. პაპიასი ლაპარაკობს იმაზე, რომ მარკოზი ჯერთი პაპიასი სულად არ არის მოღწეული, მხოლოდ ფრაგმენტები არის პაპიასის წიგნიდან დარჩენილი. პაპიასი ლაპარაკობს მარკოზზე, როგორც პეტრეს თარჯიმაზე. პეტრემ არ იცოდა მართლაც ალბათ ლათინური და როდესაც პეტრეს უხდებოდა მოგზაურობა, განსაკუთრებით როდესაც რომში მიდიოდა, მარკოზი შეიძლება მართლაც იყო მისი თარჯიმანი. მაგრამ პაპიასი არ ლაპარაკობს, რომ არსებობს მარკოზის სახარება. მარკოზის სახარება ამ ფორმით გამოჩნდება სწორედ დაახლოებით მეორე საუკუნის ბოლოს და ეს არის სწორედ ამ ორატორიის კანონი და შემდეგ ხელნაწერებში, რომელიც არსებობს. ჩვენ სამწუხაროდ არა გვაქვს არც ერთი მახარებლის ორიგინალური ნაწერი. ხელნაწერები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს, არის გადაწერილი. და შესაბამისად, ჩვენ არ შეგვიძლია დაბეჯითებით ვილაპარაკოთ, თამამად ვილაპარაკოთ, არათუ თავდაპირველად სათაური ჰქონდა თუ არა ამ წიგნს, არამედ რამდენად ასახავს ეს გვიანდელი ხელნაწერები აკურატულად ორიგინალს, რომელიც მომდინარეობს ავტორის ხელიდან, რადგან ისინი ვინც წერდნენ, არის ხშირი შემთხვევები, როდესაც გადამწერები უშვებდნენ შეცდომებს. შეიძლება სინათლე ნაკლები ჰქონდათ, ან თვალი არ უჭრიდათ, როდესაც წერდნენ, ჩვენ ამ ასეთი სახის შეცდომები გადამწერების მიერ დაშვებული ჩვენ გვაქვს უამრავი. მარკოზის სახარებას არ ჰქონდა სათაური, ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს იყოს მარკოზი, რომელიც პავლეს თანამშრომელი იყო. ამისი არანაირი საბუთი არ არსებობს და თავისთავად ის ამბავი, რომ სახარებას ქვია მარკოზის სახარება, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს სათაური მისცა სხვამ. მე რამეს რო დავწერ, არ ვიტყვი, რომ ეს მალხაზის დაწერილია. მე დავაწერ ჩემს სახელს. ამ წიგნებს, სახარებებს
არ ქონდათ სათაურები დიდი ხნის განმავლობაში. ქალბატონი ცისანა დოლიძე კითხულობს კითხვა ზახილის ნიშნით ხელოვნური ინტელექტია? საუბარი არის თქვენს ვიდეოზე და მსგავსი კომენტარი კიდე სხვაგანაც იყო. ის აღარ დამისკრინავს. ზოგისთვის ცოტა ცივი შხაპი არის იმ შინაარსებზე საუბარი წვერიანი კაცის მხრიდან, რომელიც არის მამაო. ხო და იქ ერთი ძალიან ანობრივი კომენტარიც არა დავასკრინშოტებ. ისიც ამბობდა, რომ არ დაიჯეროთ ხალხო, ხელოვნური ინტელექტი არისო და მამაოს ალაპარაკებენო, ვითომ მამაო ლაპარაკობსო ამასო. ანუ არ იჯერებენ, რომ თქვენ ხელოვნური ინტელექტი არ ხართ და მე არ მაიმუნობ. ეს არის კითხვა რა, ამაზე რომ უპასუხოთ. ხართ თუ არა ხელოვნური ინტელექტი? რა გარანტია ექნება მსმენელს, რომ რასაც მე ვიტყვი, ეს არ იქნებოდა ასევე ხელოვნური ინტელექტის პასუხი? ხო, მანდ არის რომ უნდა შევისწავლოთ მიმიკები, ხელოვნურ ინტელექტს უჭირს ხოლმე ემოციების კარგად გენერირება და ეხლა თქვენ რო იღიმით, ეგ ბუნებრივად და მარტივად გასაკეთებელი არ არის. გასაკეთებელი. მე გულწრფელად მესმის იმ ადამიანებისა, რომელთათვისაც უცხო ხილი არის ამ ტექსტების სამეცნიერო პერსპექტივიდან დანახვა. მაგრამ ასეთ მსმენელს უნდა უთხრა, რომ ამისი შიშინვა ექნებათ. ეს არავის რწმენას არ დააზიანებს, ეს მხოლოდ გაამყარებს ცოდნას, რომელიც რწმენისათვის ეგევე მნიშვნელოვანია. ტომ სოიერი გეკითხებათ, უკან ჯვარი რა ფორმისაო? აი თქვენს უკან რომ ჯვარი მაგაზე გითხულობს. ჯვარი, რომელიც აქ არის ასლი ჯვრისა, რომელიც მცხეთაში ჯვრის მონასტრის შესასვლელში იყო კარებში, ვიდრე ის განიცდიდა რეკონსტრუქციას. კარის რეკონსტრუქციის დროს, კარიბჭის რეკონსტრუქციის დროს საბჭოთა პერიოდში ეს ჯვარი ჩათვალეს გვიანდელ დანამატად და მოხსნეს. ეს ჯვარი იყო არქეტრავის ქვის ქვეშ, რომლის თავზეც ახლა არის ჯვარი, რომლის გარშემოც ორ მხარეზე არის ორი ანგელოზი და ამ ჯვრიდან არის რტოები გამოსული სიცოცხლის ნიშას. ეს კომბინაცია ჯვრის ჯვარცმისა და მკვდრთელგმის სიმბოლოსა. ხოლო მის ქვეშ იყო სწორედ ეს, რაც ახლა არის და რომელიც სამწუხაროდ ახლა ჯვრის მონასტერში აღარ არის. ვახო გვეკითხება, კი არა და მეგონი ცოტა გაბრაზებული სვამს ამ კითხვას, უფალი და იაღლიში? აქ საუბარია იმაზე, თქვენ როცა მოყევით ამბავი მარკოზის სახარებიდან და ესე ამბობთ იმ ვიდეოში, რომ მარკოზი ღიად საუბრობს იესოს იაღლიშზეო და იყო სხვა კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელმაც ალბათ თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს და ასევე ზოგი გაბრაზდა იმაზე, რომ ამ ხელა მღვდელი კაციო ესეთ სიტყვებს რატო ხმარობო და კიდე იყო გაბრაზება იმაზე, რომ ანუ ერთის მხრივ რომ იესო და იაღლიში და მეორე კიდე ეს იაღლიში ქართული სიტყვა არ არისო და ხო და აი ამაზეც უპასუხოთ ამ ხალხს. ქართული ხმარობს ძალიან ბევრ სიტყვას, აქ ქართული სიტყვების ძალიან დიდი ნაწილი ქართული წარმომავლობის არ არის, მაგრამ კომფორტულად ხმარობთ ჩვენ ყველას. მათ შორის იმ სიტყვას, რომელიც ახლა ვიხმარებ კომფორტული. მარკოზის სახარების სიდიადე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის არ მალავს არაფერს, რისი თქმაც უნდა, ის მკაფიოდ ლაპარაკობს იესოს ცხოვრებაზე და იესო არის ძალიან ადამიანური. მისი მშვენიერება სწორედ ამაში მდგომარეობს. რაც შეეხება სიტყვა იაღლიში, ეს არის შეცდომა. და ეს შეცდომა რო არის, ამაზე თავად მარკოზის სახარება გვაჩვენებს, რომ იესო აღიარებს ამას როგორც შეცდომას, პირიქით ამ ქალს უწონებს მოწადინებას, რომ შეუსწოროს იესოს აზრი, რომელიც იძახის, რომ მე მოსული ვარ, რეალურად იდეა ეს იყო, რომ მე მოსული ვარ ებრაელებისათვის და ის რომ მე შენ დაგეხმაროს, ეს იგივეა, რომ
შვილებს წაართო ლუკმა და ძაღლს გადაუგდო. მაგრამ როდესაც ეს ქალი თავის პასუხს გასცემს, იესო ამას დაინახავს და იძახის, რომ ასეთი აფასებს ამ ქალის რწმენას, მოწადინებას და პასუხობს მის თხოვნას. არის ესეთი კითხვა ასევე მარკოზის დაფინანსებაზე. ძალიან საინტერესო კითხვა სვამს რეალურად. ვინ აფინანსებდა მარკოს სახარებას რომ წერდა? ჯერ ერთი არ მგონია რომ ვინმე აფინანსებდა სახარების რომელიმე ავტორს. როდესაც სახარებებს გავეცნობით ღრმად, აღმოჩნდება რომ თითოეული სახარება არის გამოძახილი ამა თუ იმ თემისა, რომელსაც აქვს სიტყვა სათქმელი. თulis რომ მისი სიტყვა უნდა ითქვას. არც ერთი სახარება ერთგვაროვანი არ არის. და შესაბამისად მე ძნელს წარმომიდგენია რომ იმ გაგებით როგორც ჩვენ ვხმარობთ დაფინანსებას, ვინმეს დაეფინანსებინოს რომელიმე სახარება. მაგრამ რაღა თქმა უნდა, ვიღაცას უნდა გაეღო ფული ამ ტექსტის დასაწერად, მასალისათვის, მასალა ძალიან ძვირი იყო. ძირითადად ეს იყო ეტრატი, ტყავი, რომელიც კარგი ეტრატი იყო, ძალიან ძვირი იყო, რადგან ოდნავ გროტესკში თუ არ გადავარდებით, ვიტყვი რომ კარგი ეტრატი მზადდებოდა ხბოსაგან, დაუბადებელი ხბოსაგან, რომელსაც დედის მუცლიდან ამოიყვანდნენ. ის რო ელასტიური იყო და ერთი წიგნი, მაგალითად რო წარმოვიდგინოთ 4 თავი რო წარმოვიდგინოთ ქრისტიანულ სახელმწიფოებისა, ამ 4 თავის გადაწერას ან დაწერას დასჭირდებოდა 1 ნახირი ხბორებისა. ამიტომ ვიღაცამ რა თქმა უნდა დააფინანსა, ვიღაცამ ფული გაიღო იმისათვის რომ საწერი მასალა გამოიყენებინათ ეტრატი, თუ ეტრატზე დაიწერა, თუ ეტრატზე არ დაიწერა, მაშინ დაწერილი იყო ჭილზე, რომელიც ძალიან იაფი იყო. ჭილზე დაწერას დაფინანსებაც არ დასჭირდებოდა. მაგრამ ძნელი წარმოსადგენია რომ ვინმეს ჩაეფიქრებინოს რომ ეს წიგნები შეექმნა ვინმეს მეშვეობით. ლუკას სახარების დასაწყისში, ისევე როგორც მოციქულთა საქმეების დასაწყისში, ჩვენ ვხედავთ რომ ავტორი იძახის რომ ამ წიგნს უძღვნის ვიღაცას და ეს არის თეოფილე, ღირსეული თეოფილე. ვინ არის ეს თეოფილე ჩვენ არ ვიცით. წიგნი დაწერილია მისთვის, მას ეძღვნება ეს წიგნი, ეს ორი წიგნი ქრისტიანული სახელმწიფოდან, მაგრამ ეს ნიშნავს თუ არა იმას რომ ამ თეოფილემ დააფინანსა, ეს რა თქმა უნდა ძალიან საეჭვოა. მხოლოდ სპეკულატური პერსპექტივიდან თუ შეიძლება ამისი განხილვა. ალბათ უფრო თეოფილე რო გავშიფროთ, უფლის მოყვარულს უძღვნის სამწეს. დიახ. უფრო ლიტერატურული ხერხი უნდა იყოს ეს ვიდრე ვინმე დიდგვაროვანი, რომელიც დააფინანსა. ყოველ შემთხვევაში ამის არგუმენტი არ არსებობს, ამის საფუძველი არსებობს, მაგრამ რაც შეეხება ვარაუდი შეიძლება ყველას კონდეს. კეთილი. ვიღაცები აღშფოთდნენ ერთ ძალიან საინტერესო ვიდეოს მონაკვეთზე, სადაც თქვენ ამართლებთ, ასე ვთქვათ, ცოტა უტრირებულია, მაგრამ მაინც ებრაელ მღვდელმთავრებს, რომელთა პერსპექტივიდანაც დანახული იესო შეიძლება იყოს მწვალებელი. იგულისხმება ის, რომ თუ იესო თავს მესიად აცხადებს, ასეთი დათქმა იყო, ხო, იუდეურ რელიგიაში, რომ მას უნდა დაეხსნა ებრაელი ხალხი რომაელთა ტყვეობისგან, მას უნდა აღედგინა სოლომონისა და დავითის სამეფო, მაგრამ მან ვერც ერთი ვერ შეასრულა და ამიტომ ხო, გასაგებია, რომ ებრაელი მღვდელმთავარი, ანუ ჩვენ საერთოდ ახლა კონკრეტულად ამას არ ეხება, მაგრამ საერთოდ ყველაფერზე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაღაცებს შევხედოთ ხოლმე არა დღევანდელი გადმოსახედიდან 21 საუკუნეში 2026 წელს როგორ განსჭით. არამედ როგორ ცხოვრობდა, რა კულტურა იყო იმ დროს, რა ქცევის წესები იყო, რაღაც მორალიც იცვლება საუკუნეების განმავლობაში და დღეს რაც ამორალურია, შეიძლება 30 საუკუნის წინ ძალიანაც მორალური იყო და
ასევე დღეს ჩვენთვის რაც მორალურია, შეიძლება ჩვენი შვილიშვილებისთვისაც კი ამორალური გამოჩნდეს. ამიტომ ხო, ეს არის მნიშვნელოვანი, ყოველთვის გავუთვალისწინოთ ხოლმე, რომ დღევანდელობიდან შევხედოთ ხოლმე რაღაცას. ხო და ქალბატონი მარი გობეჯიშვილი აკომენტარებს ის კი ხარხარებს ამ კომენტარის ბოლოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო კითხვა არის. ამაზე მეც მეფიქრება ხოლმე. ანუ ამტკიცებ, რომ იესო პოლიტიკოსად მოევლინა ებრაელ ერს. ჩვენი გადაცემების განმავლობაში ჩვენ არაფერს არ ვამტკიცებთ. არაფერს. ჩვენ საუბრობთ მეცნიერების უახლეს ცოდნებზე, კვლევებზე, რომელიც შეიქმნა ბოლო 200 წლის განმავლობაში. შესაბამისად, აქ არაფრის მტკიცებაზე არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკია იმაზე, როგორ ხედავს სადღეისოდ ისტორიული მეცნიერული კრიტიკა იმ ტექსტებს, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. თავიდან ვისაც ახსოვს, ჩვენ ვისაუბრებთ, რომ ეს ტექსტი შეიძლება ადამიანმა წაიკითხოს სხვადასხვა პერსპექტივიდან. შეიძლება წაიკითხოს ლიტერატურული პერსპექტივიდან, ფილოლოგიური პერსპექტივიდან, ლინგვისტური პერსპექტივიდან, ისტორიული პერსპექტივიდან, შეიძლება წაიკითხოს რელიგიური პერსპექტივიდან, პიეტისტური პერსპექტივიდან. ყველა ამ პერსპექტივას აქვს არსებობის უფლება. მაგრამ ამ გადაცემის ფარგლებში ჩვენ საუბრობთ ამ ტექსტების დანახვაზე სამეცნიერო აკადემიური პერსპექტივიდან იმ ცოდნაზე დაყრდნობით, რომლებიც მეცნიერების თაობებმა შექმნა ბოლო 200 წლის განმავლობაში. ეს საქმე რა თქმა უნდა პოლიტიკური იყო. მაგრამ ეს არ იყო პარტიული პოლიტიკა, ეს იყო პოლიტიკა, რომელიც ღვთის სასუფრევლის დამკვიდრებას ემსახურებოდა ამ დედამიწაზე, ღვთიური მართვა-გამგეობის დამკვიდრებას. ეს იყო მისი ხედვა. თავისთავად, ყველაფერი, რასაც იესო აკეთებს, ყველაფერს აქვს პოლიტიკური ხასიათი. რადგან პოლიტიკა არის ცხოვრება. როდესაც მაგალითად იესო ასწავლის მათეს სახარების მიხედვით, ან ლუკას სახარების მიხედვით, ლოცვას თავის მოწაფეებს. და ლოცვა რა არის, რომ იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. ეს არის ძველი თარგმანი ასეთია, ხო? რას ნიშნავს ეს? ის რომ აქაური მართვა-გამგეობა, აქაური წყობა შენ არ მოგწონს და შენ გინდა რომ იყოს ისეთი წყობა, რომელიც მიესადაგება ღვთიურ მართვა-გამგეობას, როგორც ზეცაში არის. და შესაბამისად, ეს ლოცვაც კი, რომელსაც იესო ასწავლის თავის მოწაფეებს, შეიძლება დანახული იყოს პოლიტიკური პერსპექტივიდან. ასევე ქალბატონი თეონა ფანიაშვილი ფანასკერტელი, ქალბატონ იზო ელიშაკოვას უმტკიცებს, რაღაც მცირე დისპუტი გაიმართა კომენტარებში თქვენი ვიდეოს ქვეშ, სადაც საუბრობთ იმაზე, რომ ქრისტე იყო ებრაელი რაბინი და რომ დედამისიც ებრაელი იყო და მოწაფეებიც მისი ებრაელები იყვნენ. ხო და ქალბატონი თეონა გამოხატავს აღშფოთებას, რომ რა ებრაელებიო, იმ მიუდაველების გჯერაო, ტყუილი აი ყველაფერიო. და ხო, კიდე ქვემოთ წერს, რომ მორჩით ტყუილებს მორჩითო, დაახლოებით ესეთი კონტექსტია, შინაარსი, არ იყო ებრაელი და რომ იუდეველებმა გაგვიყალბეს ბიბლია. ეს ძალიან გავს ერთგვარად მარციონიტულ სულისკვეთებას, რომლისთვისაც მიუღებელი იყო იუდაური მემკვიდრეობა, რომელიც ქრისტიანობამ მიიღო ადრინდელ ქრისტიანულ ეპოქაში. ხოლო თუ ვინ იყო მარციანე, ამას გაიგებთ ჩვენი მომწვევი გადაცემებიდან. იესო რომ იყო იმ ტექსტების მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ აკადემიურად, სამეცნიერო პერსპექტივიდან, იესო არის ნაზარეველი,
ის დაბადებულია ებრაელად, მას წინადაცვეთა გაუკეთეს დაბადებიდან მერვე დღეს. ამიტომ არის 1 იანვარი რატო არის საზეიმოდი? 1 იანვარი რელიგიური კალენდრის მიხედვით არის იესო ქრისტეს წინადაცვეთის დღე. ამის გარდა ლუკას სახარების მიხედვით, როგორც იუდაიზმის წესი არის, იესოს შობიდან მე-40 დღეს იესო მიიყვანეს ტაძარში. ეს არის ებრაული ტრადიცია, როდესაც მშობლებს ტაძარში მიყავდათ შვილი, იმისაც რომ დაედასტურებინათ, რომ ეს ბავშვი არის მათი და შესაბამისად ის არის ებრაული თემის ნაწილი. შესაბამისად იესოს მშობლები ებრაელები არიან, მიყავთ ტაძარში 40 დღისა. შემდეგ, როდესაც 12 წლის ასაკში არის, მათ კიდევ მიყავთ ტაძარში და მთელი ცხოვრება, იესოს ცხოვრება დაკავშირებული არის ტაძართან, განსაკუთრებით ებრაულ ტაძართან, განსაკუთრებით მისი ცხოვრების ბოლო 3 წელიწადი, სადაც ის ქადაგებს, მოღვაწეობს და ამ 3 წლის განმავლობაში 3-ჯერ მიდის ტაძარში მოსალოცად. იესოს ტიტული, რომელსაც მოწაფეები ეძახიან, მას არის მასწავლებელო, მოძღვარო, რაც ებრაულად არის რაბი. რაბინი არის მასწავლებელი. იესო არის მოხეტიალე მასწავლებელი, მოხეტიალე რაბინი, რომელსაც ყავს 12 მოწაფე, 12 შეგირდი, ვისთან ერთადაც ის მოგზაურობს თუ გალილეაში, თუ იერუსალიმში, თუ სხვაგან თავისი მოღვაწეობის 3 წლიანი პერიოდის განმავლობაში. ასე რომ, იმისი თქმა, რომ იესო ებრაელი არ არის, ძალიან გულუბრყვილოა. ბატონი ლევან კილაძე გვიკომენტარებს, თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ აი ამ სახარებების გადაწერისას დაშვებული არის 35,000-ზე მეტი შეცდომაო. და მაშინ თქვენ გულისხმობთ თქვენი ზოგადად ამ ტექსტების გადაწერას და არა კონკრეტულად მარკოს, ხო ასე არის? კი. ხო, მე მგონი ბატონმა ლევანმა გაიგო ისე, რომ მხოლოდ მარკოზის გადაწერისას არის დაშვებული 35,000 შეცდომა. ხო და ორი ასეთი კითხვა გაუჩნდა. 35,000 შეცდომა და არსი არ შეიცვალა, გადაობთ, ხო? და ქვემოთ ასევე უწერია, რომ ხო, თქვენ ამ ვიდეოში ამბობთ, რომ მადლობა ღმერთს, რომ არსი არ შეიცვალა ამ შეცდომების შედეგად. და იქ ქვემოთ აკომენტარებს, რომ ჯერ თარიღი კიდევ ბევრ კითხვას აჩენს, რამდენად სწორია ეგ ყველაფერი. ანუ ან რატომ დაიწერა ასე გვიან ქრისტეს ჯვარცმიდან? პირველ რიგში ეს 36,000-მდე იგულისხმება სახარებები, რომელიც ათასობით ხელნაწერი არსებობს, ამათობის ყველა ხელნაწერი არის გადაწერილი. ცნობილია თქვენთვის ყველასთვის, რომ ბეჭდა არ არსებობდა გუტენბერგამდე. მანამდე ყველა ხელნაწერი გადაიწერებოდა, ხელნაწერის სიცოცხლე დამოკიდებული იყო იმაზე, გადაწერდა თუ ვინმე მას. თუ არ გადაწერდნენ ხელნაწერს, ხელნაწერი მოკვდებოდა, რა თქმა უნდა. ეს შეცდომები, რომლებიც დაწვრილებით არის აღნუსხლული სამეცნიერო კრიტიკულ აპარატში, რომელიც დართული აქვს ახალი აღთქმის სამეცნიერო გამოცემებს, აშკარად ხდის, რომ დრამატულ ცვლილებასთან ჩვენ არ გვაქვს ადგილი. როცა შეცდომებზე არის ლაპარაკი, ეს არის გადაწერის დროს დაშვებულ შეცდომებზე. რაც შეეხება იმას, გვიან რატო დაიწერა, ამისი ახსნა ფიქრობ შედარებით ადვილია. იესო ქრისტეს მოძღვრებაში იყო ძალიან მკაფიოდ გამოხატული აპოკალიპტური სულისკვეთება, რომ სამყაროს აღსასრული მოახლოებულია. მოციქულები ელოდნენ იესოს დაბრუნებას მათსავე სიცოცხლეში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სახარებები მაშინვე არ დაიწერა, რადგან ამისი მძაფრის საჭიროება არ იყო, თვლიდნენ, რომ იესო მეორედ უნდა მოსულიყო მათივე სიცოცხლეში. ჩვენ გვაქვს პავლეს ადრინდელი წერილი, რომელიც კორინთელების სახელით არის ცნობილი, სადაც პავლე კორინთელების პასუხად წერს, რომ რა დროს ქორწინება არის,
რა დროს გათხოვება, რადგან ამ დროს პავლეც ფიქრობდა, რომ იესო ქრისტეს მოსვლა მოახლოებული იყო და არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა დაქორწინება თუ სხვა საზრუნავზე ფიქრი. მაგრამ გვიანდელ დაწერილ წერილებში ჩვენ გვხედავთ, რომ პავლე წერს, რომ იესო არ მოვიდა მეორედ და იძახის, რომ ქრისტიანი ქრისტიანზე დაქორწინდეს და ეს არის მისი ცვლილება მის აზროვნებაში და არა მარტო მის აზროვნებაში. გამოხდა ხანი ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არ იწერებოდა, მაგრამ ჩვენ ასევე პასუხი უნდა გავცეთ მიზეზზე, რატომ დაიწერა. დაიწერა იმის გამო, რომ გამოხდა ხანი, ქრისტიანების რაოდენობა მატულობს და იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ჰქონდათ პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა იესო ქრისტესთან, თანდათანობით კლებულობს, ზოგს კლავენ, ზოგი თავით სიბერით იხოცებიან, ამიტომ გაჩნდა მძაფრი აუცილებლობა, რომ იმ ხალხისათვის, იმ თემებში, რომლებიც ახლად დაარსებული ქრისტიანული თემები იყო, იესოს მიმდევრებისა, ქონოდათ ტექსტი, რომელსაც ისინი გამოიყენებდნენ. სხვადასხვა თემს თავდაპირველად სხვადასხვა ტექსტი ჰქონდა. ყველაზე ადრინდელი არის მარკოზის სახარება, უდაოდ ყველაზე ადრინდელი არის მარკოზის სახარება, რომელიც დაახლოებით 40 წლის შემდეგ არის დაწერილი ჯვარცმიდან. მანამდე ვინ შეინახა ამისი ცოდნა, ამაზე არსებობს მეცნიერებაში აზრი, სხვადასხვა სკოლები არსებობს ამის კვლევისა, არის ფორმის კრიტიციზმის ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ეს ნარატივები, რომლებიც თავმოყრილი არის ქრისტიანულ საღვთო წერილში, 4 თავში, სინოპტიკურ სახარებებში და იოანესთან, არსებობდა ზეპირ სიტყვიერებაში და ეს ნარატივები მოგვიანებით მოხდა მათი კოდიფიცირება, ჩაწერილი იქნა ეს ნარატივები და შედეგად მივიღეთ სწორედ ჯერ მარკოზის სახარება, ხოლო შემდეგ დანარჩენი სახარებები. ეხლა რაღაცნაირ ბლიც კითხვა მაქვს. ქალბატონი ინგა კარლსონი წერთ, რა ენაზე წაიკითხეთო? საუბრობს კითხვას ომს ალბათ ახალი აღთქმის აზრობრივ თარგმანზე. ახალი აღთქმის აზრობრივი თარგმანი ეფუძნება ბერძნული ახალი აღთქმის სამეცნიერო გამოცემას, რომელიც გამოცებული არის გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების მიერ ნესტ ალანდის სახელით ცნობილი. ეს არის კრიტიკულად დადგენილი ტექსტი, სადაც იდენტიფიცირებულია ის შეცდომები, რომელიც დაშვებული იყო გადამწერების მიერ, გასწორებული არის ეს შეცდომები, ამას ეფუძნება სწორედ ეს აზრობრივი თარგმანი ქართულად. კეთილი, ბატონი იაკობ ქსოვრელის კითხვას კერდა, კომენტარს წავიკითხავ. მუჰამედის ცრუ წინასწარმეტყველობას რატომ არომანტიზირებთ მართლა არ მესმის? და ეხლა მე უნდა ავხსნო რაზე საუბარი. საუბარია ჩვენი ვიდეოდან ერთ-ერთ ამონაჭერზე, სადაც თქვენ ყვებით მუჰამედის პირველ ნუმინოზურ გამოვლენებაზე, რომელსაც ის თავის მეუღლეს ხადიჯას უზიარებს და შემდგომ ხადიჯას ბიძა ნესტორიანელი ქრისტიანი მას უხსნის და ამშვიდებს, რომ მუჰამედს არაფერი არ ჭირს, რომ ყველაფერი კარგადაა, მას ჯინები არ გამოცხადებიან და ეს იყო ღვთის გამოცხადება. ამ ვიდეოს ქვეშ ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა და ხო, აი ახლა რაღაცნაირად ბატონ იაკობსაც რომ ვუპასუხოთ, რატომ ვარომანტიზირებთ მუჰამედს. ფორმატი, რომელშიაც ჩვენ მუშაობთ, არის აკადემიური. და აკადემიურ ფორმატში ვინმეს რელიგიის განკითხება, მასხარათაგდება არის სრულებით მეუღებელი. მე არ მესმის, რას ნიშნავს რომანტიზირება, თუ ლაპარაკია იმ ცოდნაზე, რომელიც შენახულია და დაგროვილი არის ისლამში, ისლამურ ტრადიციაში, ისლამურ კვლევებში. ჩვენ ვერ გავიგებთ ისლამს, ვერ გავიგებთ მის შინაარს, თუ კი არ ჩავწდებით რას წარმოადგენს ისლამი. შესწავლის მთავარი
ხერხი არის, რომ ადამიანმა შეისწავლო უცხო რელიგია დინჯად, აუღევლებლად, პატივისცემით იმ რელიგიის მიმართ და იმ რელიგიის ადამიანების მიმართ, რომელთათვისაც ეს რელიგია არის ძვირფასი. ამ ხრივ ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო, ყოველთვის იქნება, რომ ამ სივრცეში ჩვენ მოწიწებულად ვილაპარაკოთ ყველა რელიგიაზე, ყველა რელიგიურ პირზე აკადემიური დისკურსის ფარგლებში. თუ ვინმე მკითხავს ჩემს პირად დამოკიდებულებას, ჩემს პირად სენტიმენტებს, მე ვთვლი, რომ ამ ცივილიზაციის ისტორიაში, ამ პლანეტაზე, ჩვენ რო დავასახელოთ 3 ადამიანი, ვინც უზარმაზარი გავლენა მოახდინა ამ ცივილიზაციის განვითარებაზე, ერთ-ერთი აუცილებლად იქნება მუჰამედ ფეიღამბარი, რომელიც ინსტრუმენტი გახდა საღვთო გამოცხადებისა ისლამური ტრადიციის მიხედვით. მისი ამ საკითხის უგულებელყოფა, მისი აბუჩათაგდება სრულებით მიუღებელია, გაუმართლებელია და საჭირო არის უფრო მეტი ცოდნა, დინჯი ცოდნა და გააზრება იმისა, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც საუბრობ თუ ისლამზე, თუ ისლამურ ტრადიციაზე და იმის ცოდნა არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ისლამურ ტრადიციაში, მიუხედავად იმისა, რომ მუჰამედი უზარმაზარი პატივისცემით სარგებლობს და მოგზალებით სარგებლობს პიეტური პერსპექტივიდან, ისლამურ ტრადიციაში მუჰამედი არ არის ღვთის სიტყვა. ღვთის სიტყვა ისლამურ ტრადიციაში არის ყურანი, რომელიც მუჰამედის მეშვეობით მიიღო მუსლიმმა თემმა. ისლამი და ყურანი მუჰამედს არ მიაწერს არანაირ ღვთაებრივ ბუნებებს, გამოვლინებებს. და ერთადერთი ღვთაებრივი ნიჭი და ღვთაებრივი სასწაული, რომელიც მუჰამედმა მოახდინა, ის იყო, რომ მისი მეშვეობით მუსლიმმა თემმა მიიღო გამოცხადება ყურანის სახით, რომელიც მისი წინასწარმეტყველი სიცოცხლის განმავლობაში ხდებოდა. ყურანში შემონახული არის 114 სურა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მუჰამედს ჰქონდა 114 გამოვლინება ამ ლუმინოზური გამოცდილებისა თავისი ცხოვრების განმავლობაში. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მოგწერა, დაგვიკომენტარა, გაგვიზიარა თავისი მოსაზრება. გემშვიდობებით ერთი კვირით, მომავალ შეხვედრამდე.